გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უახლოეს დღეებში გურჯაანის მუნიციპალიტეტში კვლავ არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. 5-8 თებერვალს მოსალოდნელი არის ნალექი ძირითადად წვიმის სახით. ტემპერატურა დაიკლებს, თუმცა ყინვა მოსალოდნელი არ არის. 9 თებერვლიდან კი ამინდის მკვეთრ გაუარესებას უნდა ველოდოთ. მთელი დღის განმავლობაში ნავარაუდები არის თოვლი. დღის საათებში 4-6 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექის მხრივ და ტემპერატურის დაკლება კახეთის რეგიონში და მათ შორის გურჯაანში მოსალოდნელია უფრო მეტად 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე, 7 თებერვლის დილის საათებამდე არის მოსალოდნელი ნალექი და მთაგორიანი ტერიტორიაზე იქ კახეთში თოვლიც გამოჩნდება. ტემპერატურა დაიკლებს დაახლოებით 6-8 გრადუსამდე. უკვე 7-8-ში ნალექის ინტენსივობა შესუსტდება და აი 7-8-ში ცოტა ტემპერატურა 1-2 გრადუსით მოიმატებს დღის მაქსიმალურ ტემპერატურაზე საუბარი 7-დან 9 გრადუსამდე და გაძლიერდება ზოგან დროგამოშვებით იქროლეს დასავლეთის მიმართულების ქარი და ნალექს უმეტესად თოვლის სახით შესაძლებელია იყოს 9 თებერვალს მოიღრუბლება და უმეტეს რაიონში ნალექი უმეტესად თოვლის სახით არის მოსალოდნელი. ღამის ტემპერატურა აქ უკვე 0-ზე მოვა და დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით 4-6 გრადუსის იქნება მოსალოდნელი.